1927 წლის 22 იანვარი პერსი ორმონდ კუკი 57 წლის თვითმკვლელობა თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ადგილმდებარეობა კალიფორნია ლოს-ანჯელესი სასტუმრო სესილი 1931 წლის 19 ნოემბერი ვ.კ. ნორტონი 46 წლის შესაძლო თვითმკვლელობა მიღებული აქვს შხამი ადგილი სასტუმრო სესილი კალიფორნია ლოს-ანჯელესი 1932 წლის სექტემბერი ბენჟამინ დოდიჩი 25 წლის თვითმკვლელობა თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ადგილმდებარეობა კალიფორნია ლოს-ანჯელესი სასტუმრო სესილი 1934 წლის 26 ივლისი სერჟანტი ლუი დე ბორდენი 53 წლის თვითმკვლელობა ყელი გამოიჭრა ადგილმდებარეობა სასტუმრო სესილი 1937 წელი გრეისე მაგრო 25 წლის სიკვდილი შენობიდან გადახდა მაგრო მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადახდა ადგილმდებარეობა ამერიკის შეერთებული შტატები კალიფორნია ლოს-ანჯელესი სასტუმრო სესილი 1938 წელი 9 იანვარი როი ტომპსონი 35 წლის თვითმკვლელობა შენობიდან გადმოვარდა ტომპსონი სასტუმროში რამოდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ თავისი ოთახის ფანჯრიდან გადახდა და გარდაიცვალა 1939 წლის მაისი ერვინ კეი ნებლეტი 39 წლის შესაძლო თვითმკვლელობა მიღებული აქვს შხამი ნებლეტი თავის ოთახში გარდაცვლილი იპოვეს შხამის მიღების შემდეგ 1940 წელი დოროთი სეგერი 45 წლის თვითმკვლელობა მიღებული აქვს შხამი სეგერმა რომელიც ფსევდონიმით ეველინ ბრენტის ქვეშ იყო დარეგისტრირებული სასტუმრო სესილში ნათესავებს მისწერა 10 დღით ადრე გარდაცვალებამდე რომ იგი აპირებდა თვითმკვლელობას 1954 წლის სექტემბერი დოროთი ჟან პარსელი 19 წლის ფანჯრიდან აგდებს მის ახალშობილ ბავშვს ადგილი სასტუმრო სესილი ლოს-ანჯელესი კალიფორნია 1957 წელი რობერტ სმითი 35 წლის თვითმკვლელობა ადგილმდებარეობა სასტუმრო სესილი ეს საზარელი სია თითქოს დაუსრულებელია გრძელდება 2015 წლამდე 2015 წელს ვკითხულობთ რომ ადამიანმა თავი მოიკლა იგი ცხოვრობდა სასტუმრო სესილში მაგრამ ის რაც 2013 წელს მოხდა ამ სასტუმროში ამის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მოდით ერთად გავარკვიოთ ყველაზე გახმაურებული ამბები რაც მომხდარა სასტუმრო სესილში და საერთოდ რატომ ხდება ეს ყველაფერი ამ შენობაში დავიწყოთ სულ თავიდან ვინ ააშენა სად აშენდა და რა ფუნქცია ჰქონდა ამ სასტუმროს 1924 წლის 20 დეკემბერს სამი ინვესტორი ხსნის სასტუმრო სესილს სასტუმროს მშენებლობა $10 მილიონი დაჯდა რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იყო სასტუმრო მოემსახურება მაღალი რანგის წარმომადგენლებს ძირითადად ბიზნეს სექტორს 14 სართულიანი შენობა 700 ოთახს ითვლის აქედან 300 ფეშენებელურად არის მოწყობილი მდიდარი ადამიანებისთვის გარკვეულ ნომრებში არის სამზარეულო სამწუხაროდ მალე დიდი დეპრესია იწყება და ადამიანები ღატაკდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში კი უფრო და უფრო ნაკლებია მდიდარი ადამიანი რომელიც სესილში დაბინავდება და სასტუმრო ავტომატურად კარგავს ფუნქციას ახლა უკვე ნებისმიერ შეუძლია სესილის ოთახის დაქირავება კალიფორნიაში ყველას კარგად ახსოვს რიჩარდ რამირესი ეს არის ცნობილი სერიული მკვლელი რომელიც ცხოვრობდა სასტუმრო სესილში მას ეძახდნენ ზედმეტ სახელად ღამის მდევარს რადგან დანაშაულს ყოველთვის ღამე ჩადიოდა იგი ცხოვრობდა 1985 წელს სასტუმრო სესილში ჯეკ უნტერვეგერი ავსტრიელი სერიული მკვლელი დაბადებული 16 აგვისტოს 1950 წელს რომელმაც ჩაიდინა მინიმუმ 12 მკვლელობა ავსტრიაში, დასავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და შეერთებულ შტატებში. ჯეკი თავდაპირველად 1976 წელს ერთ მკვლელობას ჩაიდენს, რის გამოც იგი გასამართლდება და ციხეში ყოფნის დროს იწყებს წერას.
მისი ნაშრომები იმდენად პოპულარული ხდება ავსტრიაში, რომ ყველა მასზე საუბრობს და თითქოს მისმა წიგნებმა ადამიანებს დააჯერეს, რომ ეს იყო მისი სავარაუდო რეაბილიტაციის მტკიცებულება და მნიშვნელოვანი ლობირების შემდეგ და მოთხოვნის შემდეგ უნტერვეგერს ანთავისუფლებენ ციხიდან 1990 წელს. განთავისუფლების შემდეგ იგი გახდა მცირედ ცნობილი ადამიანი, არავის აღარ აინტერესებდა უნტერვეგერი და იგი მუშაობდა დრამატურგად და ჟურნალისტად სხვადასხვა გამომცემლობებში, მაგრამ რამოდენიმე თვეში მან განაახლა მკვლელობები 1994 წლის ივნისში კიდევ 9 მკვლელობა ჩაიდინა. ჩამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასახლდა სასტუმრო სესილში და თითქოს როგორც დრამატურგი და ჟურნალისტი იგი იწყებს მასალების შეგროვებას, პოლიციას დაყვება დანაშაულებების ადგილზე და მძიმე მკვლელობები როცა ხდება, იგი წერს თავის ჩანაწერებში. თუმცა ბოლოს აღმოჩნდება, რომ მკვლელი თვითონ არის და მოკლულის სანახავად მიდის პოლიციასთან ერთად. მოკლედ მას დაიჭერენ და საბოლოოდ იგი ციხეში იკლავს თავს, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისიც ცხოვრობს სასტუმრო სესილში ლოს-ანჯელესში. ასევე სესილის სასტუმროსთან ელიზაბეთ შორტია დაკავშირებული, რომელიც იყო ულამაზესი გოგონა, ფლორიდიდან გადმოდის კალიფორნიაში, მას აქვს სურვილი, რომ გახდეს მსახიობი, დასახლდება ლოს-ანჯელესში და ძალიან მალე 22 წლის ასაკში მას მოკლავენ ისე რომ მთელი ამერიკა ამ ამბავზე ისაუბრებს, მისი სხეული ნაპოვნი იქნება ორად გაყოფილი შუა ქუჩაში გამოტანილი ერთ-ერთი პარკის წინ და მისი სახე მთლიანად დასახიჩრებული, ასევე სხეული მთლიანად დასახიჩრებული. ეს იმდენად საზარელი მკვლელობაა, რომ ასეთი რამე ადამიანებს არასოდეს უნახავთ და დღემდე ამერიკის ისტორიაში გაუხსნელ ძალიან მძიმე მკვლელობად არის შეტანილი არქივებში ამ ლამაზი გოგოს ამბავით. მაგრამ აქაც არის ერთი უცნაურობა, რომ ეს გოგონაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა სასტუმრო სესილში. ეხლა ჩვენ შევეხებით ყველაზე გახმაურებულ ამბავს 2013 წელს მომხდარ ტრაგედიას, რომელიც უკავშირდება კანადელ სტუდენტ გოგონას, რომლის შესახებაც მთელ მსოფლიოში ყველგან გაკეთდა გადაცემები, ვლოგები ჩაიწერა და ეს ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ მთელი მსოფლიო ამ თემაზე ალაპარაკდა და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამერიკელებმა და არა მხოლოდ ამერიკელებმა სასტუმრო სესილის არსებობის შესახებ. 2013 წელი, 13 თებერვალი. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ამოღებულია სასტუმრო სესილში არსებული უსაფრთხოების კამერებიდან. კადრებში ჩანს, თუ როგორი შეშინებულია გოგონა, რომელიც ლიფტში იმყოფება და როგორ უცნაურად იქცევა, თითქოს იგი რაღაც საშინელებას ხედავს. თქვენ რომ ეხლა დააპაუზოთ ეს ვიდეო და ჩაწეროთ ელისა ლამის სახელი და გვარი YouTube-ში, თქვენ თავად ნახავთ ამ ვიდეო კადრებს. ეს საშინელი საყურებელია. 3 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ელისას პოლიცია. დრო გადიოდა, მაგრამ არანაირი ცნობები არ ჩანდა. მხოლოდ იყო ეს ერთი ვიდეო, რომელშიც ელისა ძალიან უცნაურად იქცევა. მალე სასტუმროში მცხოვრებმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ წყალს გემო შეეცვალა. თითქოს დაკარგა ფერი. ონკანებიდან მუქი წყალი მოდიოდა. ჰქონდა საშინელი სუნი და გემო. რა თქმა უნდა, სტუმრებმა ადმინისტრაციას საჩივრითაც მიმართეს. 3 კვირის თავზე ელისას გარდაცვლილი სხეული სასტუმროს სახურავზე არსებულ წყლის ავზში იპოვეს. ვინ აიყვანა ელისა მე-14 სართულზე? იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა? თუ მკვლელობასთან გვაქვს საქმე? ელისას სხეული არ იყო დაზიანებული, არ ემჩნეოდა არანაირი ძალადობრივი კვალი. იგი წყალში დაირჩა.
ლიფტში გადაღებულ კადრებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ნახულობდა. ყველას უჩნდებოდა კითხვები, როგორ შეეძლო ამ გოგონას ასულიყო ბოლო სართულზე. გაეხსნა სახურავის კარი, რომლის გახსნის შედეგადაც აუცილებლად ჩაერთვებოდა საგანგაშო სიგნალიზაცია. ასულიყო სახურავზე, გადაეხადა ძალიან მძიმე სახურავით ავზი და ჩავარდნილიყო. საბოლოო ჯამში ელისას გარდაცვალება შეფასდა როგორც უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ თითქოს ავიდა იქ გოგონა და ჩავარდა წყალში და შემდეგ უკვე იქიდან ალბათ ამოსვლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რატომ უნდა ასულიყო იქ? ამბობდნენ, რომ ელისას ჰქონდა სულიერი დაავადება და პრეპარატებს ღებულობდა. თუმცა ექსპერტიზის დასკვნით ელისას ორგანიზმში დიდი დოზით არ აღმოჩნდა ფსიქოტროპული პრეპარატები. როგორც თქვი, სხეულს არ ჰქონდა დაზიანებები, არ აღინიშნებოდა ძალადობრივი კვალი და სწორედ ამიტომ უბედურ შემთხვევად დასახელდა ეს დიდი ტრაგედია. სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინდოდა ჩემს არხზე გამეზიარებინა ვიდეო მასალა და ფოტო მასალა, რომელიც მოვიძიე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან სენსიტიური საკითხია ეს და ვუთან აღგზნობ ელისას მშობლებს და ძალიან მეწოდება თავად ელისა და ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო ეს ყველაფერი, თუ დაგაინტერესებთ მის სახელს და გვარ ჩაწერთ და ყველანაირ კადრებს და ფოტოებს თავად იხილავთ. მე კი დავტოვებ ისე როგორც არის. რაც შეეხება ამ ამბავს, რა თქმა უნდა, დღემდე ძალიან დიდი ინტერესი დააკვირდება საზოგადოება, ისეთი დიდი კომპანიები როგორც არის Netflix-ი იღებს ფილმებს და არა მხოლოდ Netflix-ი, უამრავი რეჟისორისთვის ეს ამბავი გახდა ინსპირაციის წყარო, რომ გადაეღოთ ელისას ამბავი, დაინტერესდნენ ისევ სასტუმრო სესილზე, რომელსაც სასტუმროს ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვისაც აქვს დაბალი შემოსავალი და ეკონომიკური პრობლემები, იმ ადამიანებს აძლევენ დროებით საცხოვრებლებს, როგორც საცხოვრებელი კომპლექსი ასეა გადაკეთებული, თუმცა მაინც როგორც არ უნდა გადაკეთდეს ეს სასტუმრო, რომ იცი რომ ამდენი მსხვერპლი უკავშირდება და ესეთი ტრაგედიები ამ შენობას, მე ვფიქრობ, რომ ამ შენობას აქვს თავად ძალიან ცუდი აურა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა ისეთი ადამიანების აზრის მოსმენა ამ სასტუმროსთან დაკავშირებით, როგორიც ჩვენ ყავდა ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ბატონი თალესშონია, საინტერესო იქნება თალესის შვილის მოსაზრება და საერთოდ რას ფიქრობენ ექსპერტები, ვინც ერკვევა აი ამ პარანორმალურ მოვლენებში, ამოუხსნელ ფაქტებში და მე მინდოდა ამ არხზე ეს გადაცემა ჩამეწერა, იმიტომ რომ სასტუმრო სესილი ძალიან ცნობილი ადგილია და ნამდვილად უკავშირდება პარანორმალურ მოვლენებს. დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს კომენტარებს და თუ გაქვთ სურვილი, რომ არხს განვითარებაში შეუწყოთ ხელი, შეგიძლიათ გაიყოთ დონაცია, აუცილებლად დავწერ PayPal-ის და საქართველოს ბანკის ანგარიშს და რა ვიცი, თუ გექნებათ სურვილი, შეუწყეთ არხს, რომ განვითარდეს. თუ მოგწონთ ამ ტიპის ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარებში. გემშვიდობებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა.